შენგელი არის, შემდეგი სტომარი მოგესალმებით ბატონებესო. კიდევ ერთხელ არის თუ არა გიგი უგულავა პოლიტპატიმარი თქვენი გადასახედიდან, აი პირდაპირ და მარტივად რო ვისაუბროთ. მოგესალმებით, მივესალმები სტომრებს და ტელემაყურებლებს. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაცია აპრიორს და არა სააგენტო ედიტორს. რა თქმა უნდა, გიგი უგულავა არის პოლიტპატიმარი, რა თქმა უნდა, გიგი უგულავა არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და გიგი უგულავა არის მხოლოდ პატიმარი, იმიტომ რომ ეს ასესურს ბიძინა ივანიშვილს. აქ სტუდიაში ფაქტები განიხილებოდა, რაღაც კონკრეტულ დეტალებზე იყო საუბარი. ახლა მე იურისტი არა ვარ და ნამდვილად არ მინდა იურიდიული ჭრილში შევიდე, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რას ედავება სასამართლო გიგი უგულავას. ამ შემთხვევაში არ არის თაბუკაშვილის სახლის საქმე და რასაც ედავებიან გიგი უგულავას, ამისათვის დღეს ნარმანია ციხეში უნდა იჯდეს. გიგი უგულავას ედავებიან ადამიანების დასაქმებას, გიგი უგულავას ედავებიან ზუსტად იმას, რასაც დღეს ძალიან კარგად ახორციელებს ქართული ოცნების ხელისუფლება, განსაკუთრებით დედაქალაქის მერი. ჩვენ გამგეობებში მერიაში ყავს უამრავი უცოდინარი ჩაჭრილი ადამიანი, რომლებიც მხოლოდ პირდაპირ მესეჯები მიდის ხელისუფლების წარმომადგენლებისა, ვიცე-პრემიერი კალაძე თუ პრემიერი ღარიბაშვილი პირდაპირ საუბრობდა, რომ ჩვენ დავასაქმოთ ჩვენს აქტივისტებს და დაასაქმოთ. ამის გამო მიუსაჯეს გიგი უგულავას ადამიანების დასაქმების და შესაბამისად ცალსახაა, რომ სამართალი არ არის ერთპიროვნულად ყველა ადამიანების მიმართ და სამართალი არის მხოლოდ ისე, როგორც ეს აწყობს ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილის პატიმარია ზუსტად გიგი უგულავა. ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს, რომ გიგი უგულავა იყოს ციხის გარეთ. შესაბამისად, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა არის საარჩევნო პერიოდი მოდის საქართველოში. დიდი მადლობა და ერთსაც დავამატებ, ყველამ კარგად გავიხსენოთ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თუ როგორ ერთ ღამეში მაქსიმალურად გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მასზე დამუნმერო სასამართლო, რომ რამოდენიმე საათში გიგი უგულავა ისევ შეებრუნებინა უკაცრავად. რაღაცა მინდა ვთქვა. დიდი ბოდიში მე რამდენადაც ვიცი ბატონო, თუ იმის სასამართლო ეს ბიძინა ივანიშვილის როგორ არის, მე არ გეთანხმებით, მაპატიეთ ბოდიში. ისა, იმიტომ რომ ნაციონალებს ხო გამამართლებელი ბევრი ის გამოუტანეს. ნაციონალების დროს ერთი ოპოზიციონერი გამახსენეთ, ვისაც გამამართლებელი ის გამოუტანა. მე არ მინდა ნაციონალურ მოძრაობას აქ ადვოკატად დაუდგე. ბატონო შოთა, მე არ მინდა ადვოკატად დაუდგე. ბატონ ბესოსთან ხარ დებატში და არა ჩემთან ბატონო. არა, გასაგებია, მაგრამ რა ვიცი, მოდი ბესო დანელიას ვკითხოთ.